გამარჯობა მეგობრებო, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი. ამ მანიკურის გადაღებას არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენი მოწონება დაიმსახურა, რომ თქვენთვის აუცილებლად უნდა გამეზიარებინა. სულ რამოდენიმე ფერი დაგჭირდება, პირველი კრემის ფერი გამოვიყენე ბაზად, დანარჩენი დიზაინისთვის. და რა თქმა უნდა, ტოპი, ნებისმიერი ფირმის უბრალოდ ტოპი უნდა გადავისვათ ბოლოში. ერთი დიდი ზომის და ერთი პატარა ზომის ჩვეულებრივი კბილის ჩხირი დაგჭირდებათ. წავისვათ ერთი ფენა ბაზა, თქვენთვის ნებისმიერი სასურველი ფერი. ოდნავ შევიშროთ, არ ველოდებით ბოლომდე გაშრობას და როგორც ყველა თიცი, 6 წერტილი თეთრი მანიკური დავიტანოთ. თეთრი მანიკური ამ შემთხვევაში მჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ჩემი ფოსფორისფერი მანიკური კარგად ამოანათოს. თუ თქვენ გაქვთ უფრო პიგმენტირებული ხასხასა ლამაზი ფერი, არ დაგჭირდებათ შესაბამისად თეთრი ბაზა. ცოტა შევიშროთ თეთრი მანიკური და გადავისვათ ფოსფორისფერი ერთი ფენა. ესეც თითქმის დასრულებული ჩვენი დიზაინი. დარჩა მთავარი გმირი, შავი კონტური. მთავარია კბილის ჩხირზე ძალიან ბევრი შავი პიგმენტი არ ავიღოთ. ეცადეთ თხლად და ლამაზად წაისვათ. ვინაიდან რაც უფრო პატარა არის ეს კონკრეტული დიზაინი ჩხილზე, მით უფრო ლამაზად გამოიყურება.
გადავისვით ტოპი მანიკური და ეს საუცხოო სილამაზე გამოგვივიდა. ნამდვილად არ არის რთული, აუცილებლად სცადეთ, უფრო მარტივია ვიდრე გამოიყურება. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, ნახვამდის.